ტოლერანტობის საერთაშორისო დღე თბილისში ევროპის მოედანზე აღნიშნეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სკვერს ტოლერანტობის სკვერი ეწოდება. ღონისძიებას იდეის ინიციატორი პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. იქ იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებიც, დედაქალაქის მერი და საკრებულოს დეპუტატები. ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც. საქართველოს და თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია. და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. მე მინდა გითხრათ, რომ თბილისი და ზოგადად საქართველო იმიგრირებული ცხოვრობდა, რომელსაც უცხო იყო რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა. ტოლერანტობა არის ის დემოკრატიული ღირებულება, რომლის დასამკვიდრებლადაც ჩვენ დიდი ძალისხმევა არ დავჭირები არასოდეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ დავჭირდება მომავალში. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. თბილისში ერთ სულ პატარა უბანში, აქვე ახლოს საუკუნეებია გვერდ-გვერდ დგას სინაგოგა, მეჩეთი, სომხური ეკლესია და მართლმადიდებლური ტაძარი.